გაწითელო ღვთისანები მზე სულ შენში ანთია დაფობებზე ქარაფებზე დილისათი ნათია ჩემი ფიქრი აქ ხარობს და ამზეს ეზე დაშება როცა ხარის მოძახილი ვენახებში ეშვება მე აქ ვარ და აქ ვიქნები ვაზის ძველი მდევნები საქართველო კახეთი და უფრო მეიმედები აქ ვადაგო ბესურნელი შორიდან მე მახელებ ამღერებულ სიყვარულით შემოვევლე კახელებს ალავერდის სანახებში ნატრა როგორ გაბრდილა ღვინო შევსვავდა სიცოცხლეს ცის თაღამდე ავაზიდა ამ სანახებს მამა ჩემის თვალის შინის და რაჯობს ვაზის ხილვით გაზაფხული ნედარებით ნავარდოს მე აქ ვარ და აქ ვიქნები ვაზის ძველი მდევნები საქართველო კახეთი და უფრო მეიმედები აქ ვადაგო ბესურნელი შორიდან მე მახელებ ამღერებულ სიყვარულით შემოვევლე კახელებს ამღერებულ სიყვარულით გენაცვალეთ კახელებს მე აქ ვარ და აქ ვიქნები ვაზის ძველი მდევნები საქართველო კახეთი და უფრო მეიმედები აქ ვადაგო ბესურნელი შორიდან მე მახელებ ამღერებულ სიყვარულით შემოვევლე კახელებს ამღერებულ სიყვარულით შემოვევლე კახელებს კახეთო და გაწითელო იდღერაძელე ეს სიღნაღია სიყვარულის ქალაქი, რომელმაც ხელოვანთა ულამაზეს საღამოს უმასპინძლა. შემოვევლე კახელებს ასე ეწოდება სიმღერას, რომლის წარდგენაც სიღნაღის თეატრში გაიმართა. სოხუმელმა კომპოზიტორმა ია მაისაიამ ახალი ნაწარმოების სიღნაღის მკვიდრის პოეტ თამარ შაიშმელაშვილის ლექსი შექმნა და როგორც თავად ამბობს, ამ სიმღერით ულამაზეს კახეთს თავისებურად მოეფერა. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყიც ვარ, რომ აი სიყვარულით შექმნილი სიმღერა დაინახა კახეთმა და კახელებმა. ამ დაფასებისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო სიღნაღის მუნიციპალიტეტს, კულტურის განყოფილებას და ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც ეს საღამო დღეს ჩვენ გვაჩუქა. მე ჩემი ქვეყნის ყველა კუთხე მიყვარს და რაც მე ვიწვნიე დანაკარგის სიმწარე აფხაზეთი მყავს ხვედელობაში, იმის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა და ამიტომაც მინდოდა მოვფერებოდი კახეთს, კახელებს, მაგრამ მაგ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ პრეზენტაციის ჩატარება. აი ამ ულამაზეს აი ზღაპრულ კუთხეში. მოულოდნელად დაიწერა ეს ლექსი და როდესაც გამოვაქვეყნე, აი მაშინ გაჩნდა სურვილი, რომ გაჟღერებულიყო სიმღერა და რომელიმე კომპოზიტორს დაეწერა და ასე მოხდა ეს ლექსი ქალბატონ ია მაისაიასთან. და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სიმღერა დაწერა სოხუმელმა კომპოზიტორმა, დაწერა კახეთზე და კახეთს რაღაცა აი ძალიან ლამაზ სიმფონიასავით მიუძღვნა ეს. დღეს საქართველოს ტერიტორიები დაკარგულია, თითქოს ერთიანობის სიმბოლოც უნდა იყოს ეს სიმღერა. ეს მარტო კახეთზე არ არის, ეს არის საქართველოს ერთიანობაზე. სიყვარულის ქალაქმა სიმღერისა და ლექსის ავტორების გარდა მათ მეგობრებს, პოეტებსა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს, თემურ ჩალაბაშვილს, ქეთევან შენგელიას, ვასილ ბოსტაშვილს, ანზორ სიფრაშვილს, თამას ხმალაძესა და ივანე ჯაფარიძეს უმასპინძლა. სიღნაღის თეატრში შეკრებილი საზოგადოება სითბოთითა სიყვარულით შეხვდა დევნილ კომპოზიტორს, რომელმაც რამდენიმე საკუთარი ნაწარმოები შეასრულა.
დასრულდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა სოხუმელი კომპოზიტორის ია მაისაიას შემოქმედების დაფასებისთვის და მუსიკოს შემდგომი წარმატებები უსურვა. როგორც სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა აღნიშნა, სიღნაღი არა მარტო სიყვარულის, არამედ პოეზიის ქალაქიცაა და ყოველთვის მზადაა მსგავს შეხვედრებს უმასპინძლოს. თამარ ჩაიშმელაშვილის ლექსის კვალზე დაიწერა სიმღერა, ქალბატონი ია მაისაიამ შექმნა და რომლის პრეზენტაციაც მოხდა პირველად ჩვენს ქალაქში. დიდ მადლობას მოვუხდით ქალბატონ თამარსაც, ქალბატონ იასაც და მოსულ სტუმრებს მოვიდნენ ჩვენს პატარა ქალაქში, მოვიდნენ და ასეთ ძვირფასი საღამო მოაწყეს, რომელშიც ჩართულები იყვნენ არა მარტო მოსული სტუმრები, ადგილობრივი მოსწავლეებიც. ეს არის იმის თქმაც, რომ ადამიანები, რომლებიც მოშორებულებიან თავიანთ კუთხეს, იმათი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან ქიზიყელებისაგან, კახელებისაგან მოფერება, უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის, მობრძანებისთვის, ასეთი ლამაზი მშვენიერი საღამოს ჩატარებისთვის. ამაყი ვარ, იმით რომ ქალბატონ იას შემოქმედება ვრცელდება მთელს ქვეყანაში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ადგილობრივმა პოეტმა შექმნა ისეთი ლექსი, რომელიც არ გამორჩა ია მაისაიას ყურადღებას. შესანიშნავი სიმღერა დაიწერა იმედიანი, მე მინდა მიულოცო ქალბატონ იას ეს შესანიშნავი წარმატება, მიულოცო ქალბატონ თამარს, რომელიც არის შესანიშნავი ლექსების ავტორი. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა უთხრა იმათ, ვინც დღევანდელი საღამო მოაწყო. ქართველობამ რამდენ მტერს გაუძელით, რამდენ უბედურებას გაუძელით და რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ის სიკეთე, ის სიყვარული, რომელიც არსებობდა საქართველოში, კუთხეებს შორის, ადამიანებს შორის, ეს არ მომკვდარა. ამას ვერავინ ვერ მოკლავს, ვერავინ ვერ ჩაკლავს. აღმოსავლელი უბატონო კახეთის მკვიდრმა თამარ ჩაიშმელაშვილმა ლექსი დაწერა და დასავლეთის მკვიდრმა ია მაისაიამ შექმნეს ერთად ის სიმღერა, რომელიც ჰიმნია ამ სიყვარულის, რომელიც ჰიმნია საქართველოს ერთობის. შეიძლება ომით და ტყვით რაღაცა დროებით გათიშოთ, მაგრამ სიყვარულის გათიშვა არ შეიძლება. აი ეს სიყვარული, რომელიც არის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის, რომელიც აფხაზეთსა და აი ამ უბატონო კახეთს შორის, ქიზიყს შორის რაც არსებობს, დღევანდელმა დღემ ეს ძალიან კარგად გამოაჩინა. ძალიან დიდი დღე იყო დღეს. აი გიორგი ლეონიძეს აქეთ საოცარი ლექსი რომ დღეო გადიდიო. დიახ, დღე მინდოდა რომ გადიდებულიყო, იმიტომ რომ აი ესეთი შესანიშნავი საღამო შედგა. უნიჭერეს ქალბატონი ია, შესანიშნავი პოეტია თამარი. აი მათი შეხვედრა იყო ყველაფერი და ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ. შესანიშნავი სიმღერა. მე დიდი ხამლეთ გონაშვილის პატარა მეგობარი ვიყავი და ყური გახედნილი მაქვს. ასე რომ სიმღერა ვიცი. არის განწყობილების შექმნა, რომელსაც ია მაისაიას სიმღერა ქვია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი არსებობისთვის. კიდევ ბედნიერი ვარ რომ ჩემი ლექსიც აჟღერდა და კიდევ ბედნიერი ვარ რომ ჩვენი სტუმრები ბრძანდებით, იმიტომ რომ ჩვენ აი ესე მოშორებული კუთხის შვილები ერთმანეთს ჩავეხუტეთ, იმიტომ რომ ერთ სამშობლო გვაქვს, საქართველოა ჩვენი სამშობლო და რა მნიშვნელობა აქვს სიღნაღი იქნება თუ სოხუმი იქნება თუ აგუძერა იქნება თუ რავი როგორ გითხრათ რა. აი ძალიან ბედნიერი ვარ. საღამოზე ია მაისაიამ კიდევ ერთი ახალი სიმღერას შესთავაზა შეკრებილ საზოგადოებას. პრემიერად თავად ლექსის ავტორისთვის თემურ ჩალაბაშვილისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. მისი ზმრები ისე ხშირად მესიზმრები შენზე ფიქრმა კარგოსა და რამადარა რახანია გაიხარა ჩვენი გზები თუ შემოგჩა სინანული პატარა სიცოცხლეთ თიწამია გულზე ზღვა ცეცხლის დამადაბი Zamir zamshi zagliva zamonuga mitzamadები Zamir zamshi zagliva zamonuga mitzamadები
ნუ შევხვდები აღარ მინდა დავიჯერო დარდი მომკლავს გაციებულ გულისა დღეს წარსულზე მინდა ჯვარი დავიწერო ნიშნა ჩვენი ძველი სიყვარულისა სიცოცხლე თვითამია გულზე ზღვაცეცხლის წამდები ზამიერ წამში წაგვივარ წამონუგა მიწამდები ზამიერ წამში წაგვივარ წამონუგა მიწამდები სიცოცხლე თვითამია გულზე ზღვაცეცხლის წამდები ზამიერ წამში წაგვივარ წამონუგა მიწამდები ზამიერ წამში წაგვივარ წამონუგა მიწამდები მე სიზმრები ისე ხშირად მე სიზმრები სიცოცხლე ერთი წამია წამონუგა ვიწამდები წამიერ წამში წაგვივარ წამონუგა ვიწამდები წამონუგა ვიწამდები It's all